ლუდომანები არ გეგონით რომ ისინი ლუდზე დამოკიდებული ადამიანები არიან? არა, უბრალოდ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ აზარტული თამაშები და ხშირ შემთხვევაში კაზინო მათი ყოველდღიური ცხოვრების წესია. ეგრეთ წოდებული რულეტკომანიით შეპყრობილებს თბილისში ხშირად შეხვდებით. ისინი აგებენ ან იგებენ, თუმცა წაგების შემთხვევაში მათი ცხოვრება სავალალო შედეგებამდე მიდის. ყიდიან ყველაფერს და ისევ სათამაშოდ მიდიან. ბალებს კი ელვის ისრაფით ნულები ემატება. შემდეგ კი ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ. ასეთ ისტორიას ბოლო პერიოდში ხშირად მოისმენთ. ლუდომანია, ასე დავარქვით დღევანდელ გადაცემას და კიდევ ერთი ტაბუდადებული თემის შესახებ მოგიყვებით. დღეს სტუდიაში დავპატიჟეთ აზარტული ადამიანები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ კაზინოს და რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი თანხაც კი აქვთ წაღებული. საღამო მშვიდობისა, ეს არის ток-შოუ 100 გრადუსი ცელსიუსით. მე ვარ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე და მხოლოდ იმედის არხზე წარმოგიდგენთ. რულეტკასთან დატოვებული $10,000 და კაზინოში წაგებული მთელი ქონება. აზარტული თამაშები ყველაზე ცხელ ток-შოუში. ფული წავაგე ისე უფლებაც არ ქონა. გუზეკი და დიდი ბანერი. წარწერით ყიდი ყველაფერს. იცი რა არის, ბოლოს მივხვდი რომ მე შეიძლება დავიღუპოთ. მე ვიცი რა სახლის ფულს რო წააგებ როგორი არის. კიდე კაი არ მაქვს ახლა. ისინი ვისთვისაც აზარტი უკვე მანიად იქცა და მზად არიან დათმონ კაზინოს გამო ყველა და ყველაფერი. კაპიკიანი რომ მეგულებოდეს, არ ედარდება იმას შვილების შიმშილი. მოიპარავს და მოიღებს და ითამაშებს. ყველა ვართ გარკვეულწილად დამოკიდებულები, ვართ ნარკომანები, ეს არის ავადმყოფობა. ლუდომანების დაუჯერებელი ისტორიები. მივხვდი რომ ძალიან სამარცხვინო იყო ეს. 21 წლის ბიჭმა ახალგაზრდა მოიკლა თავი. და აზარტული ბიზნესის პასუხი კაზინოს მოყვარულებს. აი ნუ მოხვალ იმ ბანკის ვალი რო გაქვს და იფიქრე რომ იმას გადავიხრი. ო არა მართალი ხარ. ეს და კიდევ ბევრი საინტერესო თემა მომდენო საათნახევრის განმავლობაში ток-შოუში 100 გრადუსი ცელსიუსი. მე მივესალმები ჩვენი სტუდიის სტუმრებს, მათ ვინც შემოგვიერთდეთ და მათ ვინც ჩვენ საერთზე არჩევანი ახლა ტელეეკრანებთან გააკეთეთ. ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით. ლუდომანი, ასე დავარქვით დღევანდელ გადაცემას და ეს ეხება გადაცემა ადამიანებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არიან მსგავსი ან სხვა აზარტული თამაშების მოყვარულები. კოტიკო, მე ვიცი რომ შენ ხარ ძალიან აზარტული ადამიანი, ხშირად სტუმრობ კაზინოს, გულწრფელად აღიარე ყველაზე დიდი თანხა რომელიც აგიგია. შეიძლება სტუმრობდი, ესე თუ შეიძლება ითქვას. ყველაზე ბევრი ერთ შესვლაზე ასტამინკე $2,000, ანუ ჩემთვის ბევრი სიტყვაზე. ესე დავარქვა თორე ვიღაცები უბრალოდ ერთდადებაზე დებდნენ იქ $2,000, ამიტომ ბევრი $2,000 მქონდა და შესაბამისად. მოგებით მოგიგია თანხა? კი, 7,000. საერთო ჯამში თუ დააჯამებ, უფრო მეტი გაქვს წაგებული თუ მოგებული? ახლა წაგებული. ცხოვრებაში რო მიყვე ესე თუ ვინმე გადაწყვიტა ან მიდრეკილება აქვს, საბოლოო ჯამში მაინც ყველა ვარიანტში ხარ წაგებაში, ყველა ვარიანტში. კოტიკო, შენ თქვი რომ კაზინოს სტუმრობდი, ახლა რატომ აღარ დადიხარ კაზინოში? იმიტომ აღარ დავდივარ, რომ მივხვდი რომ ეს არ არის ჩემი სფერო, უბრალოდ ფულს ვაგებ, ნერვებს ვიშლიდი და ყველაფერი ცუდი მოყვა შემდეგ. ვალები გქონია კაზინოს გამო? კი, როგორ არა. ოღონდ არის ისე ბევრი. მე ერთ-ერთი რაც მქონდა, ჩემთანს დაუწესე ლიმიტი, რომ $300-ზე ზემოთ თუ მქონია თანხა, არ შესულა საერთოდ არ ვეკარებოდი ხოლმე კაზინოს. ვიცოდი რომ კონკრეტულად $300. თუმცა წაგან თქვი რომ $2,000 წააგე. ხო, ეს იყო ერთი დღე გამონაკლისი, როდესაც მქონდა თანხა და ზუსტად მაგ დღის მერე გადავწყვიტე რომ რაღაც შევიდე, ესე იგი კაზინოში $300-ზე მეტით, იმიტომ რომ ვერ გავაკონტროლე. თან ასვა მივიყავი და ნუ რაც ხდება ნელ-ნელა დებდა ხარჯა აგებდა, მოკეთ აი ესე ნერვი მომეშალა. შენს მსგავსად კაზინოში აღარ დადის ზუზუ, თუმცა მე ვიცი რომ მის შემთხვევაში იყო ბევრად უფრო სავალალო შედეგი, როდესაც იმედი არ მიწყენ თუ ახლა ეთერში ვიტყვი რომ შენ ბინისთვის განკუთვნილი თანხა. მე არ გიწყებდი. ჩემები გაიგებენ, ეხლა მას პირველად ალბათ ჩემი ოჯახის წევრები, მე ძალიან კი ესეთი ფული წავაგე, ისე უფლებაც არ მქონდა. აქ არის ციფრზე ლაპარაკი, რამდენი მოგვიგია, რამდენი წაგვიგია. აქ არის ის რომ ისე უფლება გაქვს საერთოდ ცხოვრებაში, რა გააკეთო და რა არ გააკეთო. მე ვიყავი ძალიან დიდი წლები კაზინოში. მე პირველი 2 კაზინო იყო თბილისში, როცა დავიწყე ძალიან პატარა ვიყავი და ვერ ვიტყვი რომ და არასდროს არ დავდიოდი გასართობად. მე ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ, რომ დადის სულ დავდიოდი მოსაგებად. ხო, ანუ მაგალითად. ხო, და არის ხალხოცა ამით ძალიან სიამოვნებაა კაზინოში წასულიყავი? მე მქონდა პერიოდი, ეს პერიოდი იყო წლები, როცა მე თუ რამე ფული მიჩნდებოდა, ანუ ავტომატურად მე მივდიოდი, არ არსებობდა რომ მე ჩემი ახ წასულიყავი იმას რესტორანში, კაფეში, მე ეს ეგრევე მივდიოდი მთელი ტვინით, გული და სხვა შორის მიგებდი. ძალიან ბევრი ადამიანისაგან ხშირად მაგრამ რულეტკას არ ხმევ თამაში.
ხშირად გაიგე ბოლო პერიოდში, რომ კაზინო მათი ცხოვრება დაანგრია. შეიძლება ასე ვთქვათ, მაგალითად ზუზუს შემთხვევაში, რომ არ ყოფილიყო კაზინო, ახლა შენ მატერიალურად ბევრად უფრო უზრუნველყოფილი იქნება. ცირა ცხოვრების დაანგრევა მე ძალიან ბევრი გარშემო ვიცნობ ადამიანს, ვინც მართლა კაზინო ცხოვრება დაუნგრია, ყველაფერი წაართვა. ანუ ყველაფერი ქონდა და არაფერი არ აქვს. ეს არის ზუსტად კაზინოს ბრალი. მე დამინგრიას ვერ ვიტყვი, უბრალოდ მე ძალიან ისეთი თანხა წავაგე კაზინოში, რომლის უფლებაც, ან ქონდა გავმეორდები. გასაგებით არ დავგრევებ. ხომ არ ფიქრობ, რომ პრობლემა თავად იმ ადამიანებშია, ლუდომანებში, რომლებიც კაზინოზე არიან ასე დამოკიდებულები, რეალურად მათ აქვთ არჩევანი იქ მისვლას, ხომ არავინ არ აძალებს. არ აძალებს, მაგრამ შეიძლება ჩავერთო მე. ერთხელ რო შეხვალ კაზინოში და ერთხელ მაინც რომ მოიგებ, აბსოლუტურად სხვა რაღაცა ესე ცალკე ტვინში რაღაც ცალკე გამოიყოფა, რომელიც ყოველთვის გინათებს ხოლმე და გიბიზგებს რომ ჩვენ სტუდიაში ფსიქოთერაპევტი შემოგვიერთდება ცოტა ხანში, რომელიც მოგვიყვება რა არის ეს ლუდომანია და ფენომენი, როდესაც გინდა სულ ითამაშო და სულ ატრიალო ეს რულეტკა თუნდაც. ბატონი მალხაზი შემოგვიერთდა სტუდიაში, ის ცნობილი აზარტული თამაშის წამყვანი იყო ტელეკომპანია იმედის ეთერში, თუმცა როგორც ვიცი, კაზინოსაც ხშირად სტუმრობს. კი, დაახლოებით 7 წელი დავდიოდი კაზინოში. და მე დავიფიცე რომ აღარ შევალმეთქი. მეც ასევე როგორც ყველა პირველად შედიხარ კაზინოში, იქ ძალიან კარგი ატმოსფეროა, ძალიან კარგი ადამიანები დადიან. იქ ერთი დიდი ოჯახი ვიტყალიბდება, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველა იცის მის ასე თუ ისე ისტორია ადამიანის, ვინც იქ დადის. მაგრამ არა ბუდიშ არა ადამიანური სახეები. ხო, ნუ ეს მერე ამჩნევ რა, მერე და მერე შენ თვითონ რო ხდები არა ადამიანური სახით, მერე ხდები რომ ისინიც ესე გამოიყურებიან. რო შევედი პირველად ხო, აი ორი კარე გავხსენი და მისტერ კარზე შემარქვეს მაშინ. იმიტომ რომ ესე ზედიზედ კარეს არ ხსნიან, ხო? არიან დილეტანტები და ფრაიერებს როცა უძახიან, შემოდის ადამიანი, შეიძლება 20 წელი დადიოდეს 10 წელი ადამიანი და ფლეშ სტრიტი და ფლეშ როიალი ვერ გახსნას და შემოდის ადამიანი დადებს $5 და უცბად ხსნის ფლეშ როიალს და გადარეულები არიან. ესე იგი როგორ გახსნა ამან და არიქა და არიქ ამბავი მოესევა ყველა და ყოჩახ და გილოცავ და ასე აი იქ უკვე ის ადამიანი უკვე ფუჭდება. ანუ რა ხდება? იწამლები ამ სცენით. იწამლები, ხო, ანუ რომ მოიგებ, გონია რომ კიდე შეხვალ და რატომ დაიფიცე რომ კაზინოში აღარ წახვიდოდი? მეც ასევე როგორც ზუზუ ასევე რაღაც ხელფას ვიღებდი თუ არა, მივდიოდი კაზინოში, რომ იქნებ იმ ხელფას მოემატებინა კიდე რაღაც თანადვილად ხდება. ანუ გინდა რომ მოუმატო იმ ფულს ფული. მაგრამ მე მქონდა ხოლმე იმის ხელობა რომ ვალი გამესტუმრებინა ხოლმე. ვალები მქონდა ბანკის და ხო იცი რომ არასდროს არ ყოფნის, იქ შევიტანო, აქ შევიტანო, იქ შევიტანო და გავადავებ და გავასამაგებ და რომ მიდიხარ პირიქით ვალზე ვალი. ამ დროს იღუპები. კეტევა და ხო და უბრალოდ რომ გამოდიხარ იქედან ვერ ხვდები, იმ მომენტში კი ვერ ხვდები, ჩართული ხარ. და რამდენჯერ მომიგია სიტყვის დომები $1000, ხო? მომიგია $1000. ბიჭო $1000 ხო? აი, მაგრამ ერთ $500-საც დავამატებ იმთვის. და ბოლოს გამოსულხარ ნულით. ბოლოს გამოდიხარ ხო ნულზე. ბატონო ვახტანგ, თქვენ ვიცი რომ ამ რულეტკაზე გაქვთ თქვენი გარკვეული მეთოდი. ციფრებს დებთ დაბადების დღეების, ნათესავების იუბილეების მიხედვით და ამართლებს ხოლმე მოგების ეს მეთოდი. ჩემ დაბადებები, ჩემი ცოლის დაბადების, შვილების, შვილიშვილების, მამაჩემის, დედაჩემის და კი მოგროვდა 12, 15 დაბადების დღე. 15 წელს დადებ, მოგცემენ თუ ცენტრში დადე. ციფრებს მოგცემენ 36 წელს, 36 წელს გავავაკლოთ 15, მოიგეთ 11 წელი. ბევრი არ არის. მაგრამ თუ არ მოგივიდა ეს შენ 15 მიდის, ესე იგი ალბათობა მე შანსები რამდენია? შანსები მე ფიზიკა-მათემატიკურია დამწერლობ ვიცი, ესე იგი ალბათობის თეორიის და იმის მიხედვით უნდა დადო ბევრ ციფრზე და ნაკლები მოიგო, ვიდრე დადო ერთ ციფრზე და ელოდო იმას მთელი 100 დატრიალება. ხო და შეიძლება მაინც არ მოვიდეს. შეიძლება პირველივე მოვიდეს შენი ციფრი, ერთ ციფრზე რო და შეიძლება არ მოვიდეს საერთოდ 200 დატრიალებაში და 200 დატრიალებაში არის. თქვენ ცნობიერებაში გქონდათ მოთხოვნა რომ მუდმივად წასულიყავით კაზინოში და გეთამაშოთ. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი რაღაც მომენტში მქონდა როცა ფული, მაგრამ მე კაზინოში შენ თქვი ხონდა $200-300 მე არ შევდიოდი. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა გადავიდე კითხვით ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძესთან. ხათუნა, შენ 90-იან წლებში ყველაფერი დაიწყე რულეტკასთან, როდესაც იყავი კაზინოში კრუპია. მე ვიცი რომ როდესაც ადამიანები მიდიან სათამაშოდ, არსებობს ეგრეთ წოდებული პალასას პრინციპი.
სიტყვა პალასა, ანუ შეიძლება ეს იყოს ველი, როდესაც მოიგებ, ან ველი, როდესაც წაგებ. მოგვიყვარს საერთოდ რა ფენომენია ეს პალასა? იცით, როდესაც მე ვსწავლობდი ამ ასე ვთქვათ ხელობას დავარქმევ, ჩვენი მასწავლებელი გვეხსნიდა, რომ ეს არის წმინდა ენერგეტიკული და ფსიქოლოგიური თამაში. ეს უნდა იგრძნო ზემოდან და თავიდან მეცინებოდა ეს კაცი რას გველაპარაკებოდა მეთქი, მაგრამ მე თამაში და პრაქტიკაში მე მივხვდი, რომ ეს მართლა ასეა, ეს არის რაღაც ქვეცნობიერი, ძალიან ძლიერი ბიოველი ენერგეტიკა, რომელიც მოდის გაუთვიცნობიერებლად. მე 1 წელი და 2 თვე ვიმუშავე კაზინოში, როგორც კრუპიემ. შემდეგ ინსპექტორიც ვიყავი და ჩემი ცნობიერებიდან ალბათ არასოდეს არ წაიშლება ერთი სურათი. მე მინდა რომ ეს თქვა, ჩემთან კაზინოში დადიოდა ერთი ადამიანი, რომელმაც სოლიდური თანხა წააგო, ხშირად აგებდა ეს ადამიანი, ლუდომანი იყო. ეხლა თქვენ რო გიყუროთ, თქვენ არც ერთი არ ხართ ლუდომანები, იმიტომ რომ თქვენ შეძელით რომ თავი დაგენებებინათ ამ ასე ვთქვათ დაავადებისათვის. ეს არის ოფიციალური დაავადება. ჩვენ გული არ გვაქვს, უკვე და იმით დავანებებთ. შესაძლებელია, მაგრამ მე მინდა დავასრულო ეს ისტორია. მეორე თუ მესამე დღეს მე ვიყავი მშრალ ხიდზე, გასული რაღაც საქმე მქონდა და აი ამ კაცს, რომელსაც უკვე ადამიანის სახე და ფერი აღარ ქონდა, საერთოდ იგროკებს ფერით ვცნობ უკვე, იმიტომ რომ მათ სხვა გამომეტყველება და სხვა ფიზიონომია აქვს. გულზე ეკიდა დიდი ბანერი, წარწერით ვყიდი ყველაფერს და აი მაშინ მოხდა ჩემ ცნობიერებაში ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ზრარა და ჩემთანს ვუთხარი, რომ მე იქ არ უნდა მემუშავა. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი წამოსვლით ან დარჩენით არაფერი არ შეიცვლებოდა, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთებულიყო ჩემი ხელით. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ამ აზარტული თამაშების გამო არ არის საუბარი მხოლოდ კაზინოზე, იქ არის ტოტალიზატორი, იქ არის ეგრეთ წოდებული ხელზე გამოზვა, ყიდიან ყველაფერს და რჩებიან ნულზე, თუმცა გაყიდული მათი პირადი ქონებაც საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა მოახერხონ ამ ვალების დაფარვა. სოფოს არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს სწორედ ამ ადამიანებზე, რომლებიც დარჩნენ ახლა ყველაფრის გარეშე. სოფო, რამდენად ხშირად მოგმართავენ შენ ადამიანები, რომლებიც სწორედ აზარტული თამაშების გამო არიან ახლა ღიაცის ქვეშ, ქოლგის ქვეშ. ჩვენთან მოდიან დახმარების სათხოვნელო და ჩვენ გვაქვს ასეთი ფორმალური მხარე ანკეტა, სადაც ადამიანები წერენ თავიანთ მონაცემებს და არის ასეთი გრაფა, რის გამო შეიძლება დაკარგოს ბინა, ან რის გამო დაკარგა. არის ძალიან ბევრი ამ პრობლემით მოსული, რომ მისი ძმა თამაშობდა და არ იცოდნენ ოჯახის წევრებმა და მოუწიათ ბინის დაკარგვა. ზოგჯერ მოტყუებით ადებინებენ კერძო იპოთეკარებთან ამ ბინას, რომ რაღაც პრობლემა აქვს მისი. მე ვიცი რომ იყო ერთ-ერთი ისტორია, როდესაც ძმამ საკუთარი დის ბინა ჩადო იპოთეკაში და მას სულ ტყუილად ინფორმაცია მიაწოდა და რეალურად დას დააკარგინა ბინა, იმის გამო რომ წასულიყო სათამაშო. კი, იყო ასეთი პრობლემა, ჩვენთან იყო ქალბატონი მოსული, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვით და ასაკოვანი დედით დარჩა ქუჩაში, მისი ძმის გამო, მისი ძმა იყო უხეში სიტყვა ამარა ვიხმარ ამ ტერმინს დაავადებული ამ ეგრეთ წოდებული იგრომანიით და მოატყუა, რომ მისი შვილი და მის ცოლს ემუქრებოდა საფრთხე მისი ვალების გამო. რის შედეგადაც დაატვირთვინა კერძო იპოთეკართან ბინა, უთხრა რომ ყოველთვიურ გადასახადს გადაიხდიდა ის, მაგრამ ამის შემდეგ ეს ადამიანი დაიკარგა. აღებული თანხა წააგო, იყო 30,000-ზე ლაპარაკი და ამ ადამიანს თავის დას გაუყიდა, რა თქმა უნდა, ამ კერძო იპოთეკამ. თუმცა სოფო ეს ერთ-ერთი შემთხვევა არ არის, როდესაც ტყუილის გზით ხდება ბინების იპოთეკაში ჩადება. მე ვიცი რომ არსებობს ისტორია, თბილისში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი მაღაზიათა ქსელი, ერთ დღეს აღმოჩნდა სრულიად ნულზე. კი. იყო ეს ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ წარმატებული ბიზნესი. ამ ქალბატონმა დაიწყო თამაში. წააგო ყველაფერი, დებდა პირდაპირ ბინას, მაღაზიას, როდესაც თან აღარ ქონდა, უკვე ხელზე გამაზვით, უხეშად ვიტყვი ტერმინოლოგიით. ძალიან ბევრი ქალბატონს ვიცნობ მეც ეს. რომლებიც კაზინოში დადიან. რომელიც დღეს არის დადიან და სელი კი არა, აი შალხითთან გაუტანიათ. კი. წაყოლილარ მეც ეს გამახსოვს ანტიკვარი საათი. სამაგერო დალამაზა. ისთვის რომ ვალი გადაეხადა თუ ისევ კაზინოში. არა, ეთამაშა. ეს ქალბატონი დღეს არის ქირით თავის ოჯახთან ერთად, ამ ქალბატონს ყავს რამდენიმე შვილი, ყველასთან ერთად არის ქირით გასული და არის ძალიან მძიმე დეპრესიაში. ამ ქალბატონს ჰქონდა უკვე რამდენჯერმე თვითმკვლელობის მცდელობა და მისი ოჯახის წევრები იყვნენ ჩვენთან მოსული დახმარების სათხოვნელად, რომ მიმდინარე აქცია
ოპერაციები გვაქვს, რომელიც ეხმაურება ამ ბინებთან დაკავშირებულ პრობლემას, რომ ჩვენ მას დავხმარებოდეთ. ძალიან დიდი მადლობა. მოდი გავარკვევთ საერთოდ რას ნიშნავს ფენომენი, როდესაც ხარ პირდაპირ მნიშვნელობით მილიონერი, შემდეგ ერთვები აზარტულ თამაშებში საუბარი ბუნებრივი არ არის მხოლოდ კაზინოზე და შემდეგ აღმოჩნდება, რომ საკუთარი ოჯახის ნივთები გაგაქვს გასაყიდად მშრალხიძე. მე მინდა დავაბადეჟო ფსიქოთერაპევტი ბატონი ლევან შატბერაშვილი სტუდიაში და მასთან ერთად გავარკვევთ რა ფენომენია ეს ყველაფერი. რა გჭირს ბატონო ლევან? რა გჭირს ბატონო ლევან? იკითხა ზუზუმ და ჩემი პირველი კითხვაც ეს იქნება. სინამდვილეში თუ დავაკვირდებით ასე ვთქვა დინამიკაში, როგორ მიდის ეს პროცესი, ძალიან გავს ერთმანეთს, დაუშვათ წამალზე დამოკიდებულება და თამაშზე დამოკიდებულება. ანუ აზარტული ადამიანები ნარკომანებს უდრიან? არა, აქ უკვე აზარტი ცოტა ნაკლებ შუაშია თვითონ დინამიკა, იმიტომ რომ შეიძლება ნარკომანი იყოს აზარტული, შეიძლება არა, როგორც кайფი და მორფინისტობა, ზოგი თამაშობს, ზოგი იღუპა. ეხლა ხო, ვიღაცა შეიძლება დაუშვათ სვავდეს სიგადაში და ბევრი შვებით ამას, მაგრამ არასდროს არ გავხდე ალკოგოლიკი, ხო? შეიძლება ვთამაშობდე, მაგრამ არ გამიჩნდეს ასე ვთქვათ ეს პათოლოგიური სრაფა. თქვენ ამდენად ხშირად მოგმართავენ ადამიანები დახმარების თხოვნით, რომლებსაც უნდათ რომ აი ეს ყველაფერი საკუთარ თავში დაამარცხონ. საკმაოდ ხშირად მომართავენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როგორც ნებისმიერი დამოკიდებულება, დაუშვათ იგივე, გეროინზე დამოკიდებულება და თამაშზე დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, თერაპიული თვალსაზრისით, ხო, თითქმის ანუ ხანდახან უფრო რთული შემთხვევებია თამაშზე დამოკიდებულების ადამიანები ამას როგორც წესი ძიმეთ უკლავდებიან, თუმცა ეხლა ერთი რამეა მნიშვნელოვანი, რომ ადამიანს თვითონ უნდოდეს აცნობიერებდეს, რომ მას უნდა რომ რაღაცა შეცვალოს ცხოვრებაში. გასაგებია, თუმცა ძალიან ხშირად მოისმენ ადამიანებისგან, რომლებიც არიან აზარტული ადამიანები, რომ აღარ უნდათ მათ ყველაფერი გაყიდეს, ყველაფერი დათმეს, თუმცა ბოლო თეთრებით მაინც მიდიან და თამაშობენ. კი ბატონო, იმიტომ რომ ამგვარი დამოკიდებულებებისგან განთავისუფლება თვითონ ადამიანს როგორც წესი ძალიან უჭირს. ნუ ერთეულები შეიძლება არსებობენ, ვისაც შეძლო. ძირითადად ადამიანს ჭირდება ამ დროს დახმარება. და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ოჯახის პოზიცია. და რატო გეტყვით, ახლა ჩვენ ვერ განვიხილავთ ადამიანს, ნებისმიერი ჩვენი პრობლემა ეს არის იმ კონტექსტის პრობლემა, სადაც რატო მნიშვნელოვანი ოჯახის პოზიცია? რა შეუძლია გააკეთოს ოჯახს? ოჯახის პოზიცია აქ მნიშვნელოვანია, ოჯახმა უნდა გააცნობიეროს, ეს არ არის უბრალოდ ცუდი ქცევა. გასაგებია, მაგრამ თუ ოჯახი აცნობიერებს, მაგრამ ის ადამიანი მაინც არის ჩართული აზარტულ თამაშებში და ბოლო ერთი თეთრიც მიაქვს ოჯახიდან სათამაშოდ, მაშინ რა გამოსავალი არსებობს? მაშინ კაცი გამოსავალი აქ არის ერთი რამე. ხა პოზიციაში რას გულისხმობ სინამდვილეში? პოზიციაში გაცნობიერება ის არის, რომ მე ვიცი რომ ამ ადამიანს უკვე ეს არ არის რაღაცა ცუდი საქციელი, ან ეს არ არის დაუშვათ რა ვიცი რაღაცა ამორალობა, ეს არის რაღაც მდგომარეობა, რომელიც უკვე ესე იგი აღწერილია როგორც ავადმყოფობა, ხო, ფსიქიატრიულ ასე ვთქვათ, იმ ნუსხაში ჩამონათვლებში მას აქვს თავისი კოდი მინიჭებული და ამას მკურნალობენ. ეს არის ადამიანი არის ავად. ამიტომ ფსიქიატრიული გაკითხვა დიახ. და ფსიქიატრები ძალიან ხშირად ამგვარი მკურნალობაში მედიკამენტებს ხმარობენ. მოდი მოვისმინოთ ერთი კონკრეტული ისტორია და ვნახოთ არსებობს თუ არა ამ ისტორიიდან გამოსავალი. როდესაც მე პირადად წავიკითხე წერილი, რომელიც გადაცემაში გამოგვიგზავნეს გმირებმა, რომლებიც ახლა ჩვენ ჩაგორთვებიან, მართლაც ისინი დაუჯერებელი ისტორიებს ყვებიან, ჩვენ ბუნებრივია მათივე თხოვნით არ ვასახელებთ მათ ვინაობას. ეს არის დედა და მისი შვილი ქალბატონი, რომლებიც ყვებიან მათი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე, ანუ ამ ქალბატონის შვილზე, რომელიც არის უკვე ბოლო 11 წელია თუ არ ვცდები აზარტულ თამაშებში ჩართული და ამბობენ რომ საშველი პრაქტიკულად არ არსებობს. ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვერთით სტუდიაში და დაგვთქვით თქვენი ისტორიის შესახებ კი ამბობთ. თავდაპირველად მინდა გკითხოთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ანუ როგორ აღმოაჩინოთ რომ თქვენი შვილი იყო გატაცებული აზარტული თამაშებით და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი სავალალო შედეგებამდე მივიდა. გავიდა უკვე 10 წელი, ამ 10 წელიწადში ალბათ ერთი კვირა არ არის ჩვენ ოჯახში სიწყდარე და სიმშვიდე. ვარ სულ ნერვიულობაში, სულ უბედურებაში. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი, რომელიც არიან გაუსაზლის მდგომარეობაში ბავშვები. ისეთ მდგომარეობამდე ვართ უკვე მისული, რომ რამის ყველაფერი გაგვაყიდინა. ყველაფერი გაგვაყიდინა აბსოლუტურად. ჩვენ ყველანაირ ღონეს ვხმარობდით, რომ ეს ჩვენი შვილი გამოგვეყვანა ამ მდგომარეობიდან. თვითონვე მოიჩივლებდა ხოლმე, რომ განა მე მინდა ესე რო ვარო. დამეხმარეთ, მიშველეთო, ვერ დამინებებია თავიო, უცბად დამეგუნდება თავი. გავმივარ იქ სათამაშოდ
მე ვიცი რომ ძალიან ხშირად არის თქვენს ოჯახში შემთხვევები, როდესაც ის უბრალოდ სახლიდან იპარავს ნივთებს, მათ შორის პარავს საკუთარ დედას, ძვირფასეულობას, რომ წავიდეს და ითამაშოს. თავის მეუღლეს ოქროული, ნაყიდი ოქროული თვითონ ალბათ ერთი თვეც არ აქონია, სულ ლომბარდშია ჩაბარებული. ეხლაც ამჟამადაც იქ არის. და სახლში ფულს, აი პურის ფულს ვერ დავდებ, შვილს უმალავ იმას, რომ მოიპარავს და წავა. უკვე იქცა ძალიან ავადმყოფად. ეს არის უკვე ისეთი გაუსაძლისი. უკვე სახლიც კი იმაში არის ჩადებული, უკვე ბანკში აქვს ჩადებული, ბანკიდან გამოტანილი აქვს ვალები. უკვე ოჯახი ამან ისეთ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, რომ ბაღიდან რომ მოდიან ბავშვები რა გავუკეთო საჭმელი, რომ აღარ ვიცით უკვე. ისე ვართ უკვე უკანასკნელ მდგომარეობამდე მისულები, მაგრამ მაინც კაპიკიანი რომ ეგულებოდეს, არ ედარდება იმას შვილების შიმშილი. მოიპარავს, წამოიღებს და ითამაშებს. თვითონაც ვითომ არ უნდა დრო და დრო ახსარებასავით მეტყვის, რომ მე თქვენზე ცუდ დღეში ვარ, დავის მოკლა მინდა, რომ იქიდან რომ გამოდივარ სათამაშო და მე რავის თვალში გადავვარდე. მე მინდა ვკითხო თქვენს ქალიშვილს, მე ვიცი რომ მამა თქვენის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ისტორიების შედეგად უკიდურესად დამძიმდა. მოგესალმებით, დიახ, არის უკვე მამა ჩემი ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თითქმის რა დაავადებაც არის აქვს, ყველა შეეძინა. მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ აუცილებლად დაგვემარა ეს ჩემი ძმის ამბები, რომ არ გაიგო, მაგრამ ვეღარ დავმალე და ბოლოს უკვე გაიგო. ძალიან ბევრჯერ მე თვითონ გამომიყვანია კაზინოდან და დაცვას ვთხოვე ძალიან ბევრჯერ არ შემოუშვა. თვითონ მამა ჩემიც იყო, დედა ჩემიც იყო, ჩემი ძმაც იყვნენ, გააშავეს თვითონ, მაგრამ ზუსტად მეორე დღის ითვე შეუშვეს. ყვილი იყო, მოვითხოვე მე შემდეგ მენეჯერი რო გამოვიდა, ესეთი პასუხი გამცა. იქ თუ არ დაამტვრია, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენ ის გამოვაგდოთ. რას ქვია არ დაამტვრია? იქ რო მე ვიცი რომ თავადაც აქვს სურვილი რომ ის შეიყვანონ შავ სიაში, რომ მან ვეღარ მოახერხოს. თავადაც აქვს წამოსვლისას ის სიტყვები იყო, მიშველე, თუ არის ჩემი საშველი. ვიცი, თუ იქნება იმედით მოვედით, რომ გამოსავალი მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თუნდაც დღევანდელი გადაცემის მერე, თუნდაც ჩვენც ვიშვამდებოდ იგივე კაზინოების მენეჯმენტთან, რომ მოხდეს ამ ადამიანის შავ სიაში შეყვანა, რადგანაც ისტორია, რომლის შესახებაც ეს ქალბატონები ჩვენს ეთერში საუბრობენ, დამერწმუნეთ არის ძალიან მცირე, როდესაც გადაცემას ვამზადებდით და ამ ადამიანებმა საკუთარი ოჯახური ტრაგედია გვიამბეს, ეს არის დაუჯერებელი ისტორია, ალბათ შეუძლებელია ამ ყველაფრის რეალურ ფაქტებთან პარალელის შედარება. დიახ, გისმენთ. მე მინდა ამ ადამიანებს მიმართა რომ აუცილებლად მომართო კოორდინატებს გადავცემ და იგივე ვალებთან დაკავშირებული პრობლემა არ ვაქვს და ეს მძიმე სოციალური პრობლემა ოჯახში, აი ამ ყველაფრის გამო აუცილებლად ვეცდებით ჩვენ მათ დახმარებას. სოფო ბეროშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია პირველი ადამიანი უკვე გამოთქვამს თქვენი დახმარების სურვილს, ჩაწერის დასრულებისთანავე ჩვენ მათ დაგაკავშირებთ და ეს ადამიანი შეეცდება თქვენ დახმარება აღმოგიჩინოთ. ზუსტად მეც მქონდა ერთი პერიოდი მახსოვს, რომ გადავწყვიტე ერთ საღამოს გადავწყვიტე რომ ხვალ დილით როდესაც ავდგებით ხო მახსოვს რომ წავალ ყველა კაზინოში სადაც ვიცი რომ აი მე შეიძლება დავლიო შეიძლება რაღაც ფული ჩამივარდეს და შევიდე იქ წავაგო ყველა კაზინოში წავალ მეთქი და ხოლმე გამაშავე თქვა აი გთხოვთ მეთქი მივდიოდი როგორ მახსოვს და მეუბნებოდი გამაშავეთ ერთგან არ გამაშავეს მეორეგან და რატო არ მაშავეთ მე გეუბნებით რომ ნუ მიდრე კი არ ვარ ხა ისეთი რომ მივიდე და რაღაცები დავამტვრიო მაგრამ ბოლოს რაღაცა უნდა ჩამტვრიო და რო ჩამტვრიო მეთქე გადამახტევინეთ კი ფულს გადაგახტევით მეთქე მაგის ფული არ მაქვს რო გადავიხადოთ მეთქი მაგრამ რაღაც ადამიანური მე უთხარი ხო უნდა გაგაჩნდეთ მეთქი ვიღაცას არ ვიცი ვინც ხართ მეთქი მენეჯერი მოიყვანეს სპიდბოსი ესის და გეუბნები მეთქი მოდივარ საღ გონებაზე მე უთხარი არც ნასვამი ვარ არც წაგებული მაქვს და გეუბნები მეთქი რომ არ შემომიშვა. აი რაღაცა, რატომ უნდა გავაფუჭო, როცა არ არის ადამიანი რომ გავაფუჭო, ისედაც ვაფუჭებ იმას, რომ შემოდივარ და ცხოვრებას ვინგრევ. არაფერი არ არსებობს, არაფერი. გასაგებია, ჩვენ გადაცემის ამ ნაწილში მოვისმინეთ ერთი მხარის პოზიცია. ადამიანების, რომლებიც არიან ბუდომანები და არიან დამოკიდებულები კონკრეტულად თამაშზე. თუმცა საკუთარი არგუმენტები გააჩნიათ თავად სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს. ისინი ამბობენ, რომ კაზინო გამდიდრების გზა არ არის, აქ უნდა მიხვიდე, გაერთო და უკან წარმოვიდე. კაზინო არჭერას მარკეტინგის მენეჯერს მაკა გორგოძეს დავპატიჟებთ ახლა სტუდიაში და მის პოზიციას მოვისმენთ. ძალიან დიდი მადლობა მაკა რომ შემოგვიერთდი. პირველ რიგში მაინტერესებს აქ აქტუალური იყო თემა შავი სიები. როგორ ხდება ადამიანის შავ სიაში შეყვანა? იმის მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის.
რაც შეეხება შავსიებს, შავსიაში შეიძლება მოხდეს ადამიანი, რომელსაც გააჩნია თქვათ ცუდი ყოფაქცევა. იგინება, ამტრევს რაღაცას, დილერს შეურაცხყოფას აყენებს. ხშირია ხოლმე შემთხვევები, როდესაც ამაგიდის გარშემო იგინებიან ან დილერს შეურაცხყოფას აყენებენ. არის ასეთი შემთხვევებიც არის, რა თქმა უნდა. თუ იგებს შეიძლება ადამიანი იგინებოდეს, მაგრამ იმასაც გააჩნია მიმართავდეს პირდაპირ დილერს. ამ შემთხვევაში ეს შეურაცხყოფას სხვას არ უნდა მიაყენოს, მაგრამ შეიძლება დიდ ფულს აგებდეს, იჯდეს და ის თავისთვის იგინებოდეს და ამის გამო არ გააშავებენ. ყოფილა ისეთი ფაქტებიც, რომ აქ ითქვა, რომ აი ოჯახის წევრები მოსულან და რაღაცა. ეს ყველაფერი არის ინდივიდუალურად. იგივე მოთამაშეებზე ჩვენ გქონია შემთხვევა, რომ მოთამაშეს უთქვამს, რომ იცით მე მინდა აი 3 თვით დამასვენეთ და ჩვენ დაგვიკმაყოფილებია ეს არის იმდენად ანუ 3 თვე ის იყო შავსიაში. კი. ეს არის იმდენად ინდივიდუალური, რომ ვერ ვიტყვი, რომ აი ზოგადად ესე ჩვენ ყველას ხო, აი ჩვენ ყველას უკმაყოფილებთ ამას და ნებისმიერი ვინც მოხვალთ ეს. მაგრამ რეალურად ხომ არ არის პრობლემა, რომ კაზინოს დამოკიდებულების არასწორი აღქმა ხდება საქართველოში. ანუ ადამიანი მიდის იმისთვის, რომ თუნდაც აი ამ ერთი ფიშკით მოიგოს მილიონი და გახდეს მდიდარი და შემდეგ ამ ყველაფერში ებმევა. და იცით რა არის, მე ქართველი ვარ და გული მტკივა ყველა ასეთ ისტორიაზე და ძალიან ბევრი მსმენია და რა თქმა უნდა ძალიან განვიცდი. მაგრამ მე მინდა ჩემი კაზინოში მუშაობით და კიდევ ერთხელ მომეცა შანსი და როცა მომეცემა ყოველთვის მიმართო საზოგადოებას რომ აი ნუ მოხვალთ იმ ბანკის ვალი რო გაქვს და იფიქრე რომ იმას გადავიხდი ნუ მოხვალ იმ ფულით იცით რა არის ჩვენ გვყავს სამწუხაროდ მცირე პროცენტი მაგრამ არის ისეთი საზოგადოება რომელიც მოდის ზოგისთვის 50 ლარია ის ფული, რომელიც ეზედმეტება, ვთქვათ. ვიღაცა უცხოელისთვის ეს ფული ბევრად და გაცილებით უფრო მეტია, მაგრამ ისინი არც ერთ თეთრს, არც ერთ ლარს ზემოთ აღარ დადებენ იმის იქ. ის მოვიდა, ის სიამოვნა. არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ დაუმალოთ მეგობრებს, ნათესავებს, რომ კაზინოში დავდივართ. პირიქით, იმათთან ერთად, ოჯახთან ერთად, სავსებით შესაძლებელია. არის წყვილები, რომლებიც მოდიან, ერთობიან, მიდიან და არ დაღუპულან და ძალიან კარგად ატარებენ დროს. როდესაც ხარ აზარტული ადამიანი, სულ ყოველთვის წაგებული არ ხარ. მაგალითად, ჩვენთან სტუდიაში ახლა იმყოფება ბატონი სოსო კოპერიძე, ცნობილი ქართველი სპორტსმენი, რომელსაც აი მედი არ მიწყეს თუ ახლა ეთერში ვიტყვი, $27,000 კი მოუგია კაზინოში. ვისთვის ბევრია, ვისთვის ცოტა, ხა მე ვერ ვიტყვი. ჩემთვის ბევრია. არა, მე კი არ ვამბობ, რომ ჩემთვის ცოტა არის მეთქი. იმის მერე კიდე დაბრუნდი სათამაშოდ. აი გეტყვით სხვათა შორის როგორ იყო. ეგ 27 მოვიგეთ 2-მა რა, მე და მეგობარმა. ხო და ცოტა ჩემგან განსხვავებით ცოტა სუსტი ნერვები აქვს მაგას. და გავიყავით რა, რამ 13 ნახევარი ხო შეხვდა. ხო და მე უთხარი ჩემ მეგობარს რომ მეთქი ამ დღეებში ვიცი რომ გაიპარებოდა მაინც რა და ჯერ ძლივს ავაგლიჯე მაგიდას. ხო და ნუ წახვალ მეთქი უჩემოთ, აი დავაფიცე ყველაფერი რა შვილები ისინი. ნუ არ წავალ. ხო და მეორე დღეს თუ მესამე დღეს მირეკავს, რამდენიმე 1000 მესესხა. მივიდა ეს თავის წაგებული, ანუ ეს 13 თუ რამდენი შეხვდა. ეს უწააგო, მე მესესხა, მე კიდე ვიღაცებს ესესხა. და ამხელა მინუსი გააკეთა რა და მე კიდე მივედი რამდენიმე დღის მერე და ნუ დაახლოებით 20-მდე ავიყვანე რა, ცოტა მე 2-2 კიდევ ზედმეტად მოიგეთ. კი, ცოტა კიდე დაუმატე. ანუ რა არის თავარი საიდუმლო რომ მოიგო? მე შენ მეუბნებოდი გადაცემის დაწყების წინ რომ თავარი სწორად მიხვდე, როდის უნდა ადგე ამაგიდიდან და წახვიდე. კი, ნუ მე ხა ისეთი ატმოსფერო ნუ შეიქმნება რომ მე მოგებული ვარ, არა წაგებული ვარ, დამიჯერეთ. ბევრჯერ ყოფილა მე მოგებული. წაგებული, არა, ის ერთი მოვიგებული. არა, საერთო ჯამში წაგებული. საერთო ჯამში წაგებული ვარ და ეგრე არის რა და თავარი არის თუ არ გინდა რომ ბევრი წააგო, როცა ხედავ რომ არ მოდის რა, უნდა ადგე რა დროზე და პირიქით რა რომ იგებ ცოტა რომ მიარტყავ ერთიოს კარგად და ჩაიდე ჯიბეში წადი რა. არა, բայց საერთოდ რეცეპტია მაგისი ძალიან ძნელი, როგორ უნდა მოიწე. ნერვები უნდა გქონდეს ძლიერი რა. შე დავყვებოდი ჩემ მეგობარს. ვიცი რა, ცოტაც რომ მოიგო უნდა ადგე და წახვიდე. ვერ ადგები, ვერ დგები, ეგ არის. აი ინტუიცია, მე ვფიქრობ რომ კაზინოში არის თავარი ინტუიცია და ნუ გამართლება რა თქმა უნდა, როცა შედიხარ და ჩდები, ჯერ უთხელა სიამოვნება ეს პირველი მე მახსოვს. ეს მენატრება ყველაზე ძალიან ის კი არა. შენ კარგი ინტუიცია გაქვს? მე რაც მოგიყვები. შევედი და
აი ეს დაჯდომა, ხო ეს თავიდან ოიც ჯერ პრობლემა გაქვს, რაღაცა იქ, აი უკვე რაღაცა кайფია, ხვდები, აი რაღაცა აქვს ამას და სანამ უნდა შეხვიდეთ სიამოვნებისთვის და გართობისთვის და არა მოგებისთვის. გაატარებ და უკვე იწყებ თამაშს. იმიტომ მე ცოტა ფულით, სხვადასხვა ცოტა ფულით, ანუ არასდროს არ თუ გამიზრდია უფრო მომიგია, ხვდები? გასაგებია, ჩვენ საუბრობდით გადაცემის ამ ნაწილში კაზინოების შესახებ, ძალიან ბევრი მძიმე ისტორია მოვისმინეთ, თუმცა კაზინო არ არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ადამიანები აგებენ საკმაოდ სოლიდურ თანხებს და ახლა მათ შორის ახალგაზრდებს შორის საკმაოდ დიდი პრობლემა არის ტოტალიზატორები. ქალბატონ მადონაკოვიძესთან მომხმარებელთა ფედერაციაში ძალიან ბევრი საჩივარი შედის იმასთან დაკავშირებით, რომ ტოტალიზატორებში ხდება დაშვება მოზარდების, რომლებიც არ არიან სრულწლოვნები. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კანონმდებლობით აკრძალულია 21 წლამდე მოზარდმა ითამაშოს ტოტალიზატორში. მაგრამ გავაკეთეთ ექსპერიმენტი და გლდანის მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტოტალიზატორები დავათვალიერეთ და სამწუხაროდ ისინი სავსე იყო მოზარდებით. როდესაც ჩვენ გავესაუბრეთ უკვე თანამშრომლებს, რომ რატო არიან მოზარდები ტოტალიზატორში, ეს კანონით აკრძალულია, მითხრეს, რომ უფროსებთან ერთად არიან შემოსულები. მართალია, ფსონის დადება არ შეუძლიათ, ანუ ბილეთი ვერ ავსებენ, უпростоრად ავსებენ, მაგრამ ვერ დებენ თანხას, თუმცა არიან ცრუ კეთილმსურველები, ვისაც უფროსები, ვისაც თხოვენ მოზარდები და მათ საშუალებით ფსონებს მაინც აკეთებენ. თუმცა მადონა მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ როდესაც ბავშვები მიდიან ტოტალიზატორში, თუნდაც მცირე თანხას აგებენ, შემდეგ ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ მასშტაბებზე მიდის და არის შემთხვევა, როდესაც ადამიანები სუიციდამდეც კი მიდიან. მართალია, ჩვენ დაგვიკავშირდა იმერეთის ერთ-ერთ სოფლიდან, მე არ მინდა დავასახელო, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ტრაგედია იყო, 21 წლის ბიჭმა ახალგაზრდა მოიკლა თავი. და თვითონ შევესწარი ძალიან ესეთ საშინელ ფაქტს, როდესაც ტაქსით მგზავრობდი და ტაქსის მძღოლმა გააჩერა და 18 წლის ბიჭი მცდელობა იყო, რომ გადამხტარიყო წყალში, მტკვარში და თავი მოეკლა და უბრალოდ მძღოლმა, ჩემი ტაქსის მძღოლმა დაეხმარა სხვა მძღოლს, რომ ეს ბიჭი მოიყვანა დგონზე და ნუ იქ პატრულიც, ნუ როგორც თვითონ შემდეგში უკვე აღიარა ძალიან დიდი თანხა ქონდა წაგებული, პატრულიც მოვიდა და პატრულმაც უკვე ეს ახალგაზრდა წაიყვანეს და ნუ უკვე ის გონზე მოვიდა და ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო, ვინაიდან მე თვითონ 21 წლის ბიჭის დედა ვარ და ძალიან შემეშინდა იმის, რომ ჩემი შვილიც ამ დღეში არ აღმოჩენილიყო. ფსიქიკა დაზიანებული ადამიანები და ხალხი, რომელიც რეალურად მზად არიან აზარტული თამაშების შემდეგ წავიდნენ და მტკვარშიც კი გადახდნენ. რატომ მიდიან ეს ადამიანები სუიციდის გადაწყვეტილებამდე? ამ კითხვით ჩვენ უკვე ფსიქოთერაპევტთან გადაცემის მეორე ნაწილში დავბრუნდებით. მეორე ნაწილში ჩვენ ცნობილი ქართველები შემოგვიერთდებიან, რომლებიც აღიარებენ, რომ კაზინო მათი ყოველდღიური ცხოვრების წესია. მადლობა რომ არ გადართეთ თოქ-შოუ 100 გრადუსი ცელსიუსით, ისევ იმედის ეთერს უბრუნდება ლუდომანი ასე დავეთქვით გადაცემას და საუბრობთ აზარტულ ადამიანებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კაზინოს ან სხვა აზარტული თამაშების მოყვარულები არიან. რატი დურგლისულს აღინება, ამიტომ დავიწყებ. ისიც რატი, რამდენი ხნის განმავლობაში იყავი კაზინოს აქტიური მომხმარებელი? მე რატო? მე იცი რა არის, ანუ ზოგადად მე კაზინოს მომხმარებელი სტუმარი. აი მოთამაშე ასე ვთქვა არ ყოფილი. თუმცა კაზინოში დადიოდი მაია კაჭკაჭიშვილთან ერთად. იცი რა არის, ანუ გეტყვი რა, როდესაც 35 ქვა თუ რა ქვია ამას არის და 34-ს დაალაგებ, ანუ ეს მოთამაშე არ ქვია, ანუ მე ფაქტობრივად ვერთობოდი მანდ და მე ვიცი რა. თუმცა კაზინოში ხშირად დადიოდი. კი, დავდიოდი ხშირად, კი, დავდიოდი. ახლა ხარ ისე აქტიური მომხმარებელი, მაგრამ რაღაცა ბოლოს უკვე როდესაც მივხვდი რომ უკვე რაღაცნაირად უკვე 32 წავაჭი. აუცდი უკვე აი რაღაცა ბოლოს რას მივხვდი? ბოლოს რას მივხვდი? იცი რა არის, ბოლოს მივხვდი რომ მე შეიძლება დავიღუპო თქო. ანუ უკვე როდესაც დაიწყებ ჯერ 40 თეთრიანით რაღაცა და უკვე რო ლარ ნახევარი 2 ლარზე ავედი უკვე სადამდეშეს მე утопია უკვე რო აი არა მართლა ანუ გამოვდექი ჩემ თავს მე ძალიან დიდი პატივი ვეცი იმ პერიოდში როდესაც მე შევძელი და რაღაცნაირად ის ეტაპი აღარ გადავიარე იმიტომ რომ როდესაც ერთხელ მახსოვს გვერდით ხანში შესული კაცი იყო
მე არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი ის ადამიანი, იმიტომ რომ ერთი იყვირა და გაითიშა გალურჯდა სულ. აი მანდ მივხვდი რომ მე აღარ უნდა ვიყო. რატო ძალიან დიდი თანხა წააგო? არ ვეღარ ვიკითხე, იმიტომ რომ ცოცხალი იყო თუ ანუ მოკვდა კაცი, გულით წავიდა რა, ეთქობა ძალიან დიდი თანხა წააგო. არა, სასწრაფოები ხშირად მიდიან ხოლმე, ნახავს ხო და იცი რა კაზინოში სასწრაფო იმისთვის რომ ცუდად ხდება მოთამაშე. კი, ძალიან ბე, სასწრაფო კაზინოსთან და ნუ შეგიჩემ ხა მანქანით ვერ შედიან, მაგრამ მანქანით ეკიპაჟი შედის შეგინეთ. მარტო იმიტომ ძალიან ბევრს გული მიდის, ზოგს წნევა უვარდება, ზოგი ლურჯდება, ზოგი ენას ყლაპავს. ხო, მე ვიცი რა სახლის ფულს რო წააგებ, როგორი არის. ხო, ძალიან. კიდე კაი არ მაქვს ახლა. რატი კაზინოში პირველად ცნობილ ქართულ კომპოზიტორთან მაია კაჭკაჭიშვილთან ერთად მოხდა. როგორ აღმოჩნდი კაზინოში და შემდეგ როგორ გახდა კაზინო შენი ცხოვრების ისე თქვა შემადგენელი ნაწილი თუნდაც ცოტა ხნით. როგორ აღმოჩნდი და ნაცვლად იმისა რომ წავსულიყავით ბარში ჩვენმა საერთო მეგობარმა შემოგთავაზა რომ მოდი ჩავიდეთ იქ ყავასაც დავლებთ შოკოლადე მე უკვე ცხელი შოკოლადის გამო ჩავედი რა მოგატყუა ცხელი შოკოლადის გამო ჩახვედი კაზინოში და შემდეგ გახდი მოთამაშე კი და მე უყურებდი ამ რულეტკას და მეთქი ნუ აი ეს სფერები რატოა სხვა ჯერ ესეთი კითხვები დავსვი მე ნუ აი რატო ალაგებთ ანუ 4-ს რატო ან 1-ს რატო ну საბოლოოდ ჩვენი საყვარელი ბარიდან გადავინაცვლეთ ზეროში და გავეკვი ამ ყველაფერში ისე ვიყავით რომ სადღაც 7-6 საათზე გავდიოდით ხოლმე მე მახსოვს აი დილის 7-6 საათი ხო აი გადა უკვე რომ თუმცა კაზინოში საათი არ არის ფანჯრები არ არის და ვერც მივხვდები რამდენი ხანია ხო მოწყობილია კარგად კმაყოფილად რომ ისე საათი და ფანჯრები კომფორტულად ზრდით თავს მაია რამდენ ხანს თამაშობდი კაზინოში ან რამდენი ხანი იყავი აქტიორი მომხმარებელი დაახლოებით და პირველ წაგებამდე თამაშობდი იმიტომ რომ არ მიყვარს წაგება არც საერთოდ ვიბრძვი ცხოვრებაში გამარჯვებისკენ ყოველთვის და პირველი წაგებისას აღმოვაჩინე რომ ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი და ჩანთავრე ანუ ამდენი ხანი განმავლობაში სულ იგებდი ხო თუ აი რაღაცა მე სექტორებზე ვთამაშობდი $10 დავდები პირველ სექტორზეც მეორეს და იმას ველოდებოდი ვითომ გამოვთვლიდი რაღაცებს ხო მიმართლებდი ну პირველად რო წავაგე დიდი თანხა წააგე არა ну სადღაც ალბათ $200 $25 ის აქვა აჩუქეს და მოიგო $200 და დადოჭდეს $200 ერთად ხდებოდი მაია რომ ნელ-ნელა ხდებოდი დამოკიდებული აზარტულ თამაშებში ერთხელ მივხვდი ჩემი მეუღლეც ჩამომყვა ბოლოს და ორივე უფროსი მოიყვანდა არა უბრალოდ მე გულშემატკივრობდი და ნუ რო წამოვედით ნოლზე მანქანაში რო წავჭექით რა ქვია ქართულად სტაიანშიკს ხო სტაიანშიკი თვითონ გასაგებია მიხდება მაყურებელს ავტოპარკინგის კონტროლიორს ავტოპარკინგის კონტროლიორს ვერ გადავხადეთ ის ერთი ლარი ისე გამოვედით იქიდან და მაშინ მივხვდი რომ ძალიან სამარცხვინო იყო ეს დაგჭირდა ვინმეს დახმარება, ვინმეს აი ტრაგიკული ისტორიების მოსმენა იმისთვის რომ შენ თვითონ მისულიყავი კონდიციაში რომ გეთქვა რომ მე აღარ მე არა იცი რა არის იმდენად შემიძლია შეწინააღმდეგება საკუთარ თავთან რომ მივხვდი რომ აი რისთვის იმიტომ რომ წააგო არ მინდა ეგრე მირჩევნო მეგობრებთან ერთად სადმე უკეთეს ადგილას დავხარჯო ის ფული და კარგად გავიხსენო წინა საღამო ვიდრე შეურაცხყოფილი ვიყო და უბედური ერთ სიტყვით უბედურებაა ჩემთვის ეს მე ვიცი რომ იყო შემთხვევა როდესაც იმის გამო რომ ჩვენ ძალიან აზარტული იყავით და იყავით ჩაბმული ამ პროცესებში შენმა მეგობარმა კაზინოს შავ სიაშიც კი შეაყვანინა შენი თავი კი ჩართული რა ნუ უბრალოდ ეშინოდა რომ მართლა არ ყოფილიყავ უკვე შემდგომში ჩართული ამ მაშინ თუ თავიდან მართლა ვერთობოდი თამაში დღემდე არც ვიცი უბრალოდ რაღაცები რომ მიმართლებდა მიხარონ და ნუ ბოლოს შეეშინდა ჩემ ერთ მეგობარს ძალიან საყვარელ მეგობარს რომელიც თავადაც აქტიური მოთამაშეა საუბარია კახა მამულაშვილზე იგივე მამულჩაზე ის გადაცემის განმავლობაში ჩვენ ჩაგვერთვება და მოგვიყვება თავად როგორ ჩაება ამ კაზინოს სცენში და მამულჩამ დამირეკა რომ შენ ვეღარ შეხვალ ამ ადამიანს კაზინოში იმიტომ რომ შენ გაშავებული ხარ რამდენად ეს მართალია არ ვიცი მაგრამ ის მე აღარ ყოფილა იმიტომ რომ მაინც რომ ეთქვათ რომ თქვენ გაშავებული ხარ კიდევ ერთი შეურაცხყოფა აღარ მითქვა და და აღარ მივკარები. ძალიან დიდი მადლობა. სალომე, შენ გიყვარს კაზინო? ხო, იცი, ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მე არ თამაშობდი. ნუ ჩემი მეუღლე თამაშობდა ან მისი მეგობრები.
და ვინდექი საათობით და უყურებდი როგორ თამაშობდნენ და გრძნობდი ისე გადიოდა დრო რომ აი არ ვიღლებოდი ანუ სიამოვნებდა ამის რა გიზიდავდა არ ვიცი ვერ გეტყვი მაგრამ მითამაშია კიდევაც და არასოდეს არ ყოფილა ის შემთხვევა რომ აი ამაზე მე ვთქვათ ან რაღაცა მომეხსნა და მელომბარდებინა წამოვსულიყავი ისევ მეთამაშა ესე არასდროს არ ყოფილა იმიტომ რომ ვაკონტროლებდი ხოლმე რა ჩემ თავს და ვერ ვიტყვი იმას რომ მე არ შევალ იმიტომ რომ არასოდეს არ ვარ მასზე დამოკიდებული და ხვალაც დღესაც შეიძლება წავიდე და შევიდე. გასაგებია ფსიქოთერაპევტს მინდა ვკითხო, როგორ შეიძლება დაეხმარო დაავადებულ ადამიანს, რომელიც თავად ითხოვს მიშველეთ, აღარ მინდა, მაგრამ მაინც მივდივარ. რადგან ვაღახსენეთ თქვენ რომ ეს არის დაავადებულია. აქ ესე იგი ერთი მხრივ ჭირდება ალბათ მედიკამენტოზური ჩამო და მეორე ჭირდება ფსიქოთერაპია და რატო? ხალხი რომელიც ამგვარ ასე ვთქვათ პრობლემას ეჯახება, პირველ რიგში მათი ინტერესების სფერო ძალიან ვიწროვდება. ტიპიური სიმპტომი ასე ვთქვათ მოთამაშის რა არის რომ გამეთვალებს დახუჭავ და ითვლი ისევ როგორ უნდა გააკეთო მეორე დღეს დავკავო. კი. რატი თავს იქნევს მორჩილად. ხომა გამოუწია. მეტი სხვაზეა. ეს ახლა მე გეუბნებით არა როგორც ფსიქოლოგი, ანუ გავლილი მაქვს ეს ეტაპები შეგრით, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი თამაშობდი და ვიცი ეს რა არის. ხო, ეს არის პირველი სიმპტომი, იმიტომ რომ ნელ-ნელა აღმოაჩენო სხვაზე შენ არაფერზე აღარ ფიქრობ. წამლის გარდა ეს სიმპტომი როგორ შეიძლება დავამარცხო? ხო, ერთი ეს ახლა ადამიანი რომელსაც გააჩნია, ანუ შესაბამისად, აქ რამდენიმე ასე ვთქვათ, კარგი რეცეპტი ითქვა აქამდე. რომ ერთ ჩვენი დღეს აღმოაჩენო რაღაცა ცოტა ისეთი ვეღარ ხარ როგორიც იყავი, შენ თუ რაც ნობიერებ ამას და ცდილობ რომ უკვე აღარ შეტოვო. მეორე მხრივ ადვილია მან. ხო, გაჩერება, ანუ რაღაც ეტაპებზე ყოველთვის ადვილია გაჩერება, ვიდრე დაუშვათ უკვე და ხო, რაც უფრო იქით მიდიხარ. ხო, 10 წლიანი სტაჟი ეს უკვე ძალიან სერიოზული პრობლემაა. თქვენმა რესპონდენტებმა და ეს ერთი მხარე. მეორე ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ შეიძლება ადამიანი თვითონ ვერასოდეს ვერ აცნობიერებს. არც ერთი ადამიანი რომელიც გახდა შემდგომში ნარკომანი, როცა პირველად იკეთებდა, არ ფიქრობდა რომ გახდებოდა. აი ეს ვერ ნახავთ. ყველა ფიქრობს რომ მას ეს არ დაემართება არასოდეს ეს ხდება ეტაპ-ეტაპ და ერთ მშვენიერ მომენტში აღმოაჩენ როგორც წაბალთან დაგმოკიდებულებაში ასე თამაშდა რომ აქ უკვე მიხვედი. ანუ უნებლიეთ ხდები მსხვერპლი, როდესაც შეიძლება მოხდეთ. ისეთ სიტუაციაში რომ გაკიდე ყველაფერი რაც კი გაგაჩნია დედამიწის ზურგზე. დავით კაცარავა აზარტულ თამაშებში ჩაერთო ტოტალიზატორები და მას აქვს ძალიან დიდი სტაჟი. კი, საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს ტოტალიზატორებთან ურთიერთობის. ანუ ფაქტიურად ერთ-ერთი პირველი ტოტალიზატორის მომხმარებელი ვიყავი ბავშვობიდან. მაგრამ მინდა ვთქვა და ჯერ დავეთანხმები, რომ ეს არის ნარკოტიკი. გნებავთ ტოტალიზატორი, გნებავთ კაზინო და ნებისმიერი აზარტული თამაში არის ნარკოტიკი. და აქ მეგეთქვით რომ არის კატეგორიები რა, ნარკომანების და ერთი პოპულარული, ასე ვთქვათ, ტერმინია პაპრაზნიკამ ვიჩხირავ ამბობენ ზოგიერთები და ართვლიან თავს ნარკომანებად. ანუ მნიშვნელობა არ აქვს რა, ყველა ვართ გარკვეულწილად დამოკიდებულები. აი ამ კაზინოზე გნებავთ თუ ტოტალიზატორზე ვართ ნარკომანები, ეს არის ავადმყოფობა, რომელიც პრინციპში შენ თავს დათოთვლი ავადმყოფად? მე ვთვლი, უბრალოდ მე ცოტა სხვანაირად განვიკურნე, მე ვიპოვე სხვა გამოსავალი, ანუ ის აზარტი, ის დამოკიდებულება რაც მე გამაჩნდა ტოტალიზატორის მიმართ და ამას მე მივხვდი მაშინ, როდესაც დამესიზმრა იუვენტუსი ინტერის თამაშის შედეგი და აი იქ მივხვდი, რომ უკვე ძალიან ზედმეტებში ვიყავი, ანუ არც ერთ შეჯიბს, არც ერთ ტურს არ ვტოვებდი, ჩემპიონთა ლიგა იყო თუ ნებისმიერი ტური, ანუ მაშინ მივხვდი, რომ უკვე რაღაც ცოტა ვერ ვარ ჯანზე და პლუს დაემატა ამას მაგალითები იმისა რამოდენიმე ადამიანმა თავი მოიკლა ეს იყო 2002 წელი თუ არ ვცდები შეიძლება ვცდები მაგრამ კონკრეტულ თამაშს გეტყვით საფრანგეთი სენეგალის თამაში იყო როდესაც საფრანგეთმა 0-1 წააგო და ნახევარმა საქართველოს დატოვა სახლები და დაუთმო ტოტალიზატორებს და გადაუფორმეს და ასე შემდეგ ანუ აღარ გავაგრძელებ ამას და ნუ აი უკვე დავიწყე მე ხედავ რომ ძალიან ცუდად არის ზოგადად საქმე და ჩემი აზარტი ანუ ჩემი განკურნების რეცეპტი მინდა გითხრათ რომ სხვაგან გადავისროლე ის აზარტი რა და გავხდი სხვა ნარკოტიკის მომხმარებელი რომლის ექსტრემის
ექსტრემიზმს, რომელიც პრინციპში მიკმაყოფილებს აი ამ შეგრძნებას რა. ის აზარტი, რაც კაზინოში და ტოტალიზატორში და ასე შემდეგ იხარჯება, რამე სხვაში გადაგდით უფრო ნაკლებად მავნებელში რა, რაც თქვენს ფინანსებს და თქვენს ცხოვრებას საფრთხეში არ ჩაუდგას. ლოტოში ასე გაიხვიძა ერთ დღეს ქალბატონმა ზამირამ და აღმოჩნდა რომ იყო მილიონერი. როგორ მოხდა თქვენ შემთხვევაში, რამდენად აზარტული იყავით და რომ ფიქრობთ რომ რეალურად თქვენ გაგიმართლათ იმის გამო რომ იყავით აზარტული და მუდმივად თამაშობთ თუ იმის გამო რომ გაქვთ იღბალი? სანამ პასუხს გაცემთ ერთი წყალი გადამასე. ყველას აქ ჯდომს. ეს ჩემ შემთხვევაში უფრო იყო იღბალი ალბათ, მე ასე ვიტყოდი. აზარტული და ამაზე დამოკიდებული არასდროს არ ყოფილვარ. პირველად დავიწყე თამაში, როდესაც იყო ჯეკპოტის 300.000. ესეთ შემთხვევით ჩემო ქალიშვილმა დამირეკა და მოდიო დედა იყიდეო ბილეთი 300.000 არის ჯეკპოტიო. ვიყიდე რატომღაც და იმ პირველ დღეს დაემთხვა 3 ციფრი. 3 ციფრი. და მე ვიფიქრე, მოდი კიდევ ვცდი. მე დაემთხვა 4 ციფრი. მე ვთქვი, მე მგონი რაღაც იღბალი არის აქ და ყოველ გათამაშებაზე, აი ყოველ სამშაბათს და პარასკევს მეტის უფლებას ჩემთავს ნამდვილად ვერ მივცემდი და ვყიდულობდი ერთ ბილეთს. ქალბატონ ზამირა, თქვენ აზარტული ხართ თუ არა? მე მგონი არა. აზარტული რომ ყოფილიყავი. ალბათ ამიტომაც არის დამკვიდრებული აზარტული რომ ყოფილიყავი, ახლა ხო გავაგრძელებდი, აი წავიდოდი თუნდაც კაზინოში და როგორც აქ არ გაგჩენიათ სურვილი რომ თამაში გაგრძელებინათ უფრო მაგალითად კაზინოში ან სხვა. არა, არ გამჩენია ამის სურვილი. ბილეთი აღარ გიყიდიათ ფოტოს. ნუ ახლა სპეციალურად არ წავსულარ, მაგრამ თუ მოუხდი შემთხვევით ჯიხურთან, მიყიდია. ეხლა გაკლიათ, ეხლა ახლა ლოტოს თამაში რო გააგრძელოს ქალბატონმა ზამირამ და კიდე ახალი ჯეკპოტი რო მოხსნა შენ წარმოგიდგენია რა მოხდება. არის ყოველ სამშაბათს და პარასკევს როგორ არა? სამშაბათი პარასკევს. კი, დრობას დეფრო დღეიდან ლოტოს თამაში. გასაგები, ახლა კიდევ ერთი ადამიანი ჩავთო ჩვენს ეთერში, რომელიც ასევე კაზინოების მოყვარულია, ის ტეხასურ პოკერს თამაშობს და ხშირად კაზინოს თავის მოეღვლესთან, ცნობილ ქართულ მომღერალთან ლელა წურწუმიასთან ერთად სტუმრობს. კახა მამულაშვილს მივესალმები მე. კახა, თავდაპირველად მინდა კითხო, რამდენად აზარტული ადამიანი ხარ? საერთოდ ცხოვრებაში ვარ ძალიან აზარტული ადამიანი. ეს არ ეხება მარტო აზარტულ თამაშებს, თვითონ საქმეში ძალიან აზარტული ვარ და ურთიერთობებში ადამიანი. შენი აზარტულობა გამოიხატება თუ არა იმაში, რომ ხშირად დადიხარ სათამაშოდ კაზინოში, ტოტალიზატორში ან სხვა სადმე მსგავს დაწესებულებაში, სადაც გიწევს ნაღდ ფულზე თამაში? აზარტული თამაშებიდან მინდა გამოვყო ერთადერთი თამაში, ეს არის ტეხასური პოკერი, სადაც ტურნირებში ვიღებ ხოლმე მონაწილეობას და ერთხელ ნამყოფი ვარ ამსტერდამში ძალიან დიდ ტურნირზე. და ყოფილა ყველაზე დიდი თანხა, რომელიც წაგიდია კაზინოში. ყველაზე მინიმალური თანხა, რაც შეიძლება რომ წამეგოს, ამსტერდამში წავაგე 300 евро და თბილისში დაახლოებით მაქსიმალური თანხა შეიძლება იყოს $200. შენ თვითონ ახლა ხასიათში გაქვს ანუ მოთხოვნილება გიჩნდება იმის რომ იარო კაზინოში თუ უბრალოდ არის შენთვის გართობის ერთგვარი გზა? ჩემთვის აი აზარტი ნიშნავს აი პროცესს რა. რა თქმა უნდა ძალიან კარგია, როდესაც კარგად თავდება და იმარჯვებ, მაგრამ უფრო მეტად აზარტული ვარ, აი როდესაც პროცესში ვარ ჩართული რა, ჩემი საქმის. ანუ დამოკიდებული კაზინოზე არ ხარ? არა, კაზინოზე დამოკიდებული არ ვარ. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გაიგებ, რომ თუნდაც შენ საახლობლოში, თუნდაც შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ადამიანები კაზინოში ტოვებენ ყველაფერს, აგებენ პრაქტიკულად მთელს ცხოვრებას. თავად შენ სამეგობროში თუ არ ყოფილი მსგავსი შემთხვევა. იცით, აი ძალიან ბევრი მსმენია და ძალიან ბევრსაც ვიცნობ, აი ვინც აი კაზინოში სიარული დაქცეულა რა ფაქტიურად, მაგრამ იმაზე მეტი რაოდენობა ადამიანების უფრო მე როგორც ვიცი დადიან ტოტალიზატორებში და იქ თამაშობენ კაზინოში ნაკლებად. ვიცი სრულდება მსგავსი ისტორიები. მსგავსი ისტორიები ჩემი მეგობრების შემთხვევაში სრულდება ხოლმე აი ბინების გაყიდვით. რა ვიცი, გაჭაღარავებით და საერთოდ ცხოვრებაში დაგვიწყდით. როგორ ფიქრობ, აი რატომ უჩნდებათ ადამიანებს სურვილი, რომ აზარტული თამაშები გახდეს მათი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი? იცით რა შეა საქმე, ჩემი აზრით, აი ეს აზარტულ თამაშებში, როდესაც ხარ ჩართული და იწამლები, ეს არის ფაქტიურად აი ნარკოტიკივით რა, რომლის გადაგდება ძალიან რთულია რა. ანუ საბოლოოდ შენ იმიტომ კი არ თამაშობ, რომ რაღაცა მოიგო.
ანუ შენ აი იმ პროცესში ხარ ჩართული და მეტი აღარაფერი აღარ გაინტერესებს. ესე იგი, მარტო ხარ იქ, აი თამაშობ და მარტო უნდა ითამაშო. აი მოგებას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ უფრო მეტი რეალობა რო წააგო, ვიდრე მოიგო. კახა, შენ საუბრობდი შენი მეგობრების ისტორიების შესახებ, მაგრამ მინდა კითხო შენს ოჯახსაც. შენი მეუღლე ცნობილი ქართველი მომღერალი ლელა წოწონია ხშირად ადის კაზინოში. ლელა საერთოდ აზარტული თამაშებით არა. არ არის დაკავებული, ერთადერთი თავის მეგობრები დადიან ხოლმე ხანდახან აპარატებზე. და აი თვეში ერთხელ ორჯერ შეიძლება შეიაროს და იქ აი როგორ გითხარ და 10 ლარი დააჩქაკუნოს ის აპარატი, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია. ტეხასური პოკერის გარდა რა არის კაზინოში, რაც გიტაცებს ყველაზე მეტად? არა, მხოლოდ ტურნირები რა. აი ტურნირი მაინც უფრო განსხვავებულია, აი ვიდრე ცალკე ადამიანებს ფულზე რო ეთამაშები. მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, აი სხვანაირი სისტემა, აი ადამიანური ურთიერთობების თამაშის დროს სულ სხვანაირია. და ისე ცალკე არა, შეიძლება შესვენების დროს ისე ვაი ტურნირს რო თამაშობ ხოლმე, აი შესვენება რო არის დიდი, გადავჯდეთ თქვა აპარატზე და დავჯდე და რაღაც მინიმალური თანხა იქ ვითამაშო. მხოლოდ ესა და ეს. როგორ ფიქრობ, საქართველოში რატომ წამოვიდა ახლა აზარტული თამაშებისას დიდი ბუმი და რატომ ჩაერთო სრულიად ყველა ახლა აზარტულ თამაშებში? მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ქართველები ვართ ძალიან აზარტული ადამიანები და უფრო მაგიტომ არის, რომ პროცენტულად მე ვფიქრობ საქართველოში აი ჩემი აზრით რა, ეხლა სადაც მივდივარ ხოლმე ხა ტურნირზე სამ რომ შევდივარ, თქვა ქვეყნის გარეთ, ყველგან აი ძირითადად უფრო მეტი პროცენტულობა დადიან აზიის წარმომადგენლები რა. უფრო მეტად მაგათ ხედავ ხოლმე, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე აზარტულები ესენი არიან და მე მოყვებიან ქართველები. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კაზინოები არ უნდა იყოს ქალაქში, თუნდაც დედაქალაქში, ეს უნდა იყოს ცალკე დასახლება შორ მანძილზე, სადაც მხოლოდ ის ადამიანები წავლენ, რომლებსაც გათვითცნობიერებული აქვთ, რომ მიდიან სათამაშო და შემთხვევით არ აღმოჩნდებიან ადამიანები კაზინოში. შენ ეთანხმები ამას უბრალოდ? არ ვიცი, იცით, რაც უფრო მე ვფიქრობ, რაც უფრო ხელმისაწვდომია აი ეს ადგილი, სადაც შეიძლება აზარტული თამაშები გაერთო, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ადამიანი ამით დაავადდეს. ახლა როცა არ არსებობს მაგის საშუალება, მე ვფიქრობ, უფრო ნაკლები ალბათობაა, რომ ადამიანი ამით რამე შეხება ქონდეს. ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვერთით და იყავით ჩვენთან ერთად. იმედია, დღევანდელი შენი ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა სხვებისთვის სტიმული არ იქნება, რომ კაზინოს მომხმარებლები გახდნენ. ეს იყო კახა მამულაშვილი. სხვათა შორის, მაია, ვიცი, რომ კურიოზული ისტორია გაქვს შენ და კახას, როდესაც გამოგაცხადა ერთ-ერთი თამაშის დროს, რომ შენ იყავით არსით და გადამჯდარიყავი შორს. ბათუმში ვიყავით. და მე იმ დროისთვის უკვე აღარ ვთამაშობდი. მაგრამ აი ჩავყევი მამულჯერ რატიც ბრძანდებოდა, მაგრამ რატი აპარატებზე ერთობოდა. მაშინ მოგებული გამოვიდა. და ნუ აი რაღაცა მამული წააგო რო უყურებდი და მეც უკვე უხერხულად ვცნობდი თავს. თავმოყარებაში. და აი უკვე რო დავწმუნდი რომ უნდა გამომხედოს და მითხრას რომ ჯერი ბრალიაო, აი დავამთავრე ფიქრი და კაჭო გადაჯეკი. წააგო მე თუ მე ესე უსიტყვოდ ჩუმად თავდაღილი წავედი და სულ ბოლო მაგიდასთან დავჯეკე. და ბოლოს არ ვიცი, მე მგონი, ყოველ შემთხვევაში მე მგონი ამოიღო ის რაც წააგო. და ის მართლა ჩემი ბრალი იყო. ცუდ ფეხზე ვიყავი შესული. ის ისტორიები, რაც ნახეთ კაზინოში, სალომე, შენ შემთხვევაში იყო, როდესაც ასე ეხვეწებოდი ადამიანს, რომ გთხოვ თამაში აღარ გააგრძელო, იმდენად აზარტში იყო ჩაბმული, აგებდა ყველაფერს. არ ვიცი, კაცს ქონდა აპარატებზე, ქონდა რაღაცა 20 თუ 30000 ქულა, ნუ დიდი თანხა იყო რა. და ხედავ რომ ნუ ტრიალებს და ძალიან მაგრად აკლდება რა. არაფერი არ მონდის. და ნუ გეხვეწებით, გემუდარებით მოხსენი. და რეაქცია არა აქვს კაცი. აქედან მოუდექი, მე გეხვეწებით და აღარ დაარყათ და მოხსენით გთხოვ. და აი როგორი მომიტრიალდა, იცი რომ მეთქი ხე შემჭამს თქო და იცი რას გეტყვიო? მეო ამ აპარატში სახლი ჩავდეო და ეხა გადი აქედან ჩქარავ. სხვათა შორის ერთი ესეთი კაზინოში გაცნობილი ადამიანი იყო. კაზინო მეგობარი. ხო, კაზინოს
რომელსაც მე მგონი რა გაიხსენებ, იმიტომ რომ ჩვენ ცალ-ცალკე არასდროს არ ყოფილვარ და ყველა ისტორია კაზინოს შენ პარტნიორია. იმიტომ რომ უკვე ბოლოს ჩხუბობდით, რომ არა წავიდეთ. შენი მანქანაც ვნახე მე. ძველი ცოდვების გახსენება. ერთ სიტყვით მე ვუთხარი რომ აი ერთხელ დამიჯერ რაღაცა ვიცოდი რომ უნდა დაეჯერებინა ჩემთვის. ერთხელ დამიჯერე თუ შეიძლება $100-იანი რა ქვია ფიგურა. ფიშკა. და თქო 26-ზე თქო. და მოიგო. ერთი და გეხვეწები დატოვე და არა იყო თქო. და კიდე მოიგო. მოიგო ერთი 60,000 ალბათ. 60,000 ვერ მოიგებდა, ნუ რაც მოიგო ის მოიგო. თუ არა? არაფერი. არაფერი და აი ისეთი კიდევ ერთხელ გამწარებული. სულ გამწარებული გამოდია. ერთმანეთს კაზინოში ეპარებოდით ხოლმე? ბოლოს უკვე. არა, ნუ ბოლოს გადავხედავდით ხოლმე ერთმანეთს. ბაჭოს მიყარდა ძალიან მარტო სიარული. რა რაღაცა მიშლის ხმეში დახოდნენ ნერვებს ეს ბოლოს იცის ეს ნერვებს აი ადექი ეხლა და აღარ გინდა მარტო ეს აი თამაშსაც რო გასწავლიან თქო სულ მიყვარდა უაზროდ კარტის ყიდვა და თან როზა გიმართლებს ეხლა როგორ უნდა ითამაშო ეს მოთამაშეები ჩემ მართლა მოთამაშეები ისე გამწარებულები მინახავს და მე ვიგებდი ისე არალოგიკური თამაში ძალიან ბევრი გამიგია რომ უთქვამთ რომ ვინმე რომ ყოლოდა გვერდითო არ წავაგებდიო ბუნებრივი ადამიანი რომელიც გვერდით ყავს ის გიბიძგებს შეიძლება იმ წუთას რომ შენ უნდა გაჩერდეს საჭირო ადგილს თუმცა კაზინოების გარდა ახლა თბილისში ძალიან პოპულარულია ინტერნეტ პოკერი მთელი ქვეყნის მანია არის როდესაც ადამიანები არიან ჩართულები და ხშირ შემთხვევაში ღამეებს ათევენ ახლა ჩვენ შემოგვერდება წყვილი ოჯახური წყვილი რომელიც ღამეებს ხშირ შემთხვევაში ინტერნეტ პოკერის თამაში ატარებს ნინო და სანდრო ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვერდით. ნინო მე ვიცი რომ შენ მიყვებოდი ერთხელ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო შემთხვევები როდესაც ღამე დილამდე თამაშობდი პოკერს. როდის აღმოაჩინე რომ აი სცენით იყავი შეპყრობილი? იყო არა ნოტა ეს დღემდე ასეა სამწუხაროდ. იცი ჯერ ცოტა შორიდან ვიტყვი რომ კარგი არის როცა ოჯახში ერთი ადამიანი არის არსებობს მაინც ვინც აკონტროლებს მეორეს და ჩვენ შემთხვევაში ცოტა ცუდადაა საქმე იმიტომ რომ ორივე ჩართულები ვართ კომპიუტერებში ვართ კიდე კარგი რომ ეს ხდება ღამე როცა ჩვენი შვილი იძინებს თუმცა მანამდეც ვთამაშობთ მაგრამ ესე აქტიურად მაინც ღამე ორივე ცალ-ცალკე კომპიუტერში და ვიგებ და ნუ იქ რა თქმა უნდა ცოტა ჩუმად მიდის ნუ არ ვიცი რა შეძახილები და მთელი როდის იყო ეს იყო ძალიან ადრე, არ ვიცი, 15 წლის უკამაში ქართული საიტები არ არსებობდა, იყო პარიმატჩი, იყო პოკერსტარი, მოკლედ სტაჟიანი მოთამაშეა. ხო და ცუდი ეს ეხა ფსიქოლოგის დამეთანხმება ალბათ ეს არის ჩვეულებრივი ადიქტიური ქცევა რა, ანუ იგივე როგორც ნარკომანია, როგორც ლოთობა, როგორც ყვებისადმი, ჭამისადმი დამოკიდებულება და ასე შემდეგ და რომელი იყო ოჯახში პირველი რომელიც ჩაერთო ამ ინტერნეტში? აი არ გვახსოვს, იცი? ესეც რაღაცა სანდრო, ნინომ ჩაგითხრია ამ თამაშებში? არა, ნინომ არ ჩამითხრია, უბრალოდ რომ უყურებ მე ტელევიზორში უყურები და დამაინტერესა მეთქი ეს ხალხი ესე რომ თამაშობს რა არის ამისთანავეთი და მე ნინოც რომ თამაშობდა მეც დავიწყე რა თამაში ძალაუნებურად და უცხოურ სერვერებზე თამაშობდი ხო ქართულ სერვერები მაშინ არ იყო და თამაშობდი ძალიან ბევრს, აი მართლა ამლის ყივილამდე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რომ ცირა რომ ვერ ჩერდები, თან ხვდები რომ ბევრს არ აკებ, ამას ვაკონტროლებთ რომ ბევრი არ წავაგოთ და პრინციპში ბევრსაც არ ვდებთ, იმიტომ რომ როცა ტურნირებია, ტურნირებში რაღაცას იგებ და მე იმპულზე თამაშობ და პრინციპში იმპულზე ჩემი მოგებულ რაღაც კაპიკებზე სანდროს დიდი თანხები მოუგია და ყოფილა შემთხვევები რომ აი 5000 კაციან ტურნირში პირველ ადგილზე გავსულ რამოდენიმეჯერ თან. უფრო მეტად იგებ თუ აგებ? უფრო მეტად ვიგებ. ანუ ეს არის ალბათ უფრო მეტი სტიმული იმისა, რომ შენ ამას ვერ წყდებ. კი, იმიტომ რომ ჩემ ფულს არ ვაგებ, ნოდა. თამაშობ ტურნირს, მაგალითად free rolls, სადაც თამაშდება მაგალითად ბილეთი უკვე რაღაც 5000 ლარიანი მაგიდის
ამ ბილეთს ვიგებ და ამ ბილეთით მე ვთამაშობ იმაგიდაზე და იქ ვიდე. ანუ ნაღდი ფულის ბრუნვას თქვენ არ ახდენ. არა, მე ცოტა ვდებ. ცოტა ვდებ და სანდრომ აკონტროლებს, რომ ეხლა ცოტა დაასტოპენ დღის და ნუ რაღაცნაირად ყოველ შემთხვევაში ვერევით ჯერჯერობით. უბრალოდ სანამ გაგრძელდება არ ვიცი. შენ ფიქრობ რომ ეს რეალურად პრობლემა არის, რომელიც უნდა დაამარცხოთ თუ ფიქრობ რომ ეს მხოლოდ გართობა? არა, ფიქრობ რომ პრობლემაა, იმიტომ რომ მე მეორე დღეს ისეთი აქტიური არ ვარ ხო, პრინციპში იმ სამსახურისთვისაც არ ვარგი ვარ გამაგდებენ ამ სამსახურიდან. და შრომის უნარიანი არ ახარ უკვე მეორე დღეს დაღლიხე, თუმცა ნუ რაღაცა მაინც ჩემ ორგანიზმს შეუძლია რაღაც ასაკამდე ალბათ მე უკვე მართლა ვერ შევძლებ, იმიტომ რომ გასაგებია, როგორ უნდა დაამარცხო? გაქვს შენი რაღაცა შემუშავებული და იცი რომ აი მაგალითად შემუშავება არ შველიცნოდა რა. ეს ერთ შვენიერ დღეს უნდა გაიღვიძო და უნდა მიხვდე რა, უნდა გაჩერდე რა. თუნდაც შვილის გამო, თუნდაც რაღაცების გამო, ხა ჩვენ არ ქონია ეს პრობლემა რომ რაღაცა წავაგეთ ამის გამო. აი ამ ხელა სტრესს რომ ალბათ ამიტომაც არის. ალბათ ამიტომაც არის რომ ეს უმტკივნეულოდ ხდება და მივდივართ ნუ რაღაც ინერციით და თან მოგწონს გვიყვარს რა ეს პროცესი და მე პრინციპში ხა ვიცი დაახლოებით იქ რაღაც ფსიქოლოგია რაღაცები და რაღაცებს ვითვალისწინებ. სანდრო ცოტა მეტადაა ჩახედული, იმიტომ რომ ამან წიგნებიც წაიკითხა და პროფესიონალებს უყურებს და ნუ რაღაცებს სამეცნიერო დონეზე შეისწავლა პოკერი. კი და სხვათა შორის პოკერი ეგ არის, პოკერი არ არის იღბალი მართლა. არის ნუ გამოთქმა ნავიჩკან ვიზიოთ და არის მეორე რა, რომ ძლიერებს უმართლებს რა და მე მაინც მგონია რომ ძლიერებს უმართლებს რა. უნდა იცოდე რა. გასაგებია ადამიანები რომლებიც არიან ძალიან დამოკიდებულები აზარტულ თამაშებზე. მოდი ერთგვარი რეზიუმე გავაკეთოთ. დათო, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის? შენ ეს შეძელი, რომ დაამარცხოს საკუთარ თავში. მე დარწმუნებული ვარ, ახლა ძალიან ბევრი გვიყურებს ის, ვინც არის აქტიური მომხმარებელი ამ ყოველთვის და მათი ოჯახის წევრებიც, რომლებიც ერთგვარ გამოსავალს ეძებენ. იცი, ალბათ უნდა გადაწყვიტოს თვითონ, იმიტომ რომ არ არსებობს გარეშე ფაქტორი, თუ თვითონ ადამიანი არ მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უნდა მორჩეს ამ კაზინოში სიარულს, იქნება პოკერის თამაშს, იგივე მდინარეებში ბოდიელს თუ თუ შენს თავში ძალა არ იპოვეს, შანსი არ გაქვს. ძალა არ იპოვეს, მაშინ უნდა ჩაკეტონ გარედან და წყალი მოგაწოდონ, გაჭამონ გარედან. მე მინდა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც მართლა ასე თუ ისე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დაღუპულები არიან, მინდა უთხრა, რომ საკუთარ თავზე გამარჯვება ბევრად დიდი სიამოვნება, ვიდრე ის მოგებული და ის წაგებული და ის აზარტი, რასაც ისინი განიცდიან. ყველაზე ძლიერი ხარ, როდესაც იმარჯვებ საკუთარ თავზე და მოუწოდებ ყველას, რომ ეს გრძნობა გამოცადონ. ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს არჩევანი გააკეთა და 23 საათზე მხოლოდ იმედის არხზე შემოგვერთა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ გადაცემას ძალიან ბევრმა ადამიანმა უყურა და ბევრისთვის ეს გადაცემა იყო საინტერესო. ჩვენ კიდევ ერთი ტაბუდადებული თემის შესახებ გესაუბრეთ. დღეს შევხვდებით შემდეგ პარასკევს კიდევ ერთი ცხელი თემით ნახვამდის.